აპრილი ჰემოფილიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ვიდეო გვიზიარებს ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების ემოციებს პროფილაქტიკურ მკურნალობამდე და მის შემდეგ. ყოველ დღე შიშით ვიღვიძებ. ახალი ცხოვრება დავიწყე. არასდროს ვიცი რა გამოიწვევს სისხლდენას. ამიტომ უარს ვამბობ ნებისმიერ აქტივობაზე. დავიწყე გიტარაზე სიარული, რაც სულ მინდოდა. მეც მინდა სხვა ბავშვების გავსად ვიარო სპორტზე, სიმღერაზე ან ციკლზე. პირველად ვითამაშე ფეხბურთი. სისხლჩაქცევების გამო სკოლასაც სულ ვაცდენთ. ისეთი უშიშრები გავხდით, დამოუკიდებლად ვუშვებ სკოლაში, მეგობრებთან. ვერ ვგეგმავ მომავალს. ნეტა ოდესმე შევძლებ დამოუკიდებელ ცხოვრებას. აღარ ვარ სხვებზე დამოკიდებული. მუშაობაც კი დავიწყე. ოჯახური დასვენება და მოგზაურობები ჩვენთვის წარმოუდგენელია. მთელი ცხოვრება მოგზაურობაზე ინტერნეტში ვკითხულობდი. ახლა მეცოცნების მწვერვალებს ვიყვრებ. ვერ ვიყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც ტრავმის რისკი მაღალია. უნივერსიტეტი გაცდენების გარეშე დავამთავრე. იმედია, ჩვენც მალე შევძლებთ კანქვეშა პროფილაქტიკური მკურნალობის მიღებას. თავს უბედნიერას ადამიანად გრძნობ. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ჯანმრთელი ადამიანი. მინდა მეც გამოვცადო ცხოვრება სისხლდენის შიშის გარეშე. მადლიერი ვარ სახელმწიფოსი, რომ მოგწე შანსი ვიცხოვროთ მუდმივი შიშისა და სისხლდენების გარეშე. ამჟამად საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული 60 ადამიანი იღებს კანქვეშა პროფილაქტიკურ მკურნალობას. დარჩენილი 60 კვლავ ელოდება ამ ტიპის მკურნალობაზე გადასვლას. ჩვენი მიზანია ცხოვრება სისხლდენის გარეშე. 120 ადამიანი, 120 ბედნიერი ისტორია. ეს შესაძლებელია.